ეთერშია გადაცემა ბიზნესის და სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს. მოგესალმებით. კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა დღეიდან დაიწყო. როგორ და რა ვადებში მოხდება ზარალის ანაზღაურება, ამ საკითხზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ ანგარიში დღეს მინისტრთა კაბინეტს მთავრობის ხდომაზე ჩააბარა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ისაუბრებს დღეს კომპენსაციის გაცემის დეტალებზე. ბატონ თენგიზ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ რომ გავაკეთოთ განმარტებები, რადგანაც ამას განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს ვალყურს დაზარალებული მოსახლეობა. საბოლოო ჯამში რამდენი ოჯახი მიიღებს კომპენსაციას და დასრულდა თუ არა ბოლომდე ეს აღწერის პროცესი? მოგესალმებით. აღწერის პროცესი დასრულდა ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდის წინ, მაგრამ საჭირო იყო ამ მასალების დამუშავება. თუმცა რასაკვირველია, კვლავ ხდება გარკვეული საკითხების გადამოწმება, მაგრამ ეს უკვე ხელს აღარ უშლის იმას, რომ დაიწყოს კომპენსაციების გაცემის პროცესი, რადგან ეტაპობრივად მოხდება რაღაც ნაწილის კვლავ საბოლოო გადამოწმება და შესაბამისად გადაცემა. ჩვენ დღეს გადავეცით ამ ოჯახების გვარი, სახელი, პირადი მონაცემები, რომლის საფუძველზეც ქართულ ბანკი გააკეთებს შესაბამის საბანკო ანგარიშებს და ასევე გადავეცით პირველი ეტაპზე გასაცემი კომპენსაციების ნუსხა დაახლოებით 3000 ბენეფიციარისთვის, რომელზეც მოხდება ფულადი კომპენსაციების ჩარიცხვა. პარალელურად ეს ინფორმაცია მიწოდებული იქნება უკვე გამგეობისთვის და უკვე ხვალინდელი დილიდან სოფლის რწმუნებულები კონკრეტულ მოქალაქეებთან ვთქვათ მიიტანენ თუ როდის ვინ იქნება ამ სიაში, რათა არ მივიღოთ. პროცესი რეალურად დღეიდან დაიწყო. რეალურად დღეიდან დაიწყო, მაგრამ რაღაც ნაწილის ჩარიცხვები ალბათ ხვალ მოესწრება, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც იქნება უფრო მეტად ზეგიდან, იმიტომ რომ ეს იცით რომ ტექნიკურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული ქართულ ბანკის საგვარეს ამ პრობლემას, მაგალითად ის გაახანგრძლიოს თავის სამუშაო საათებს მის თელავის ფილიალი და გააორმაგებს ოპერატორთა რაოდენობას იმუშავებს შაბათ-კვირასაც და ასე ვთქვათ ამ საგანგებო რეჟიმზე გადავამუშავებს. სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა თქვენთვის, ქართულ ბანკს არ აქვს ფილიალების ფართო ქსელი, როგორ აიცილეთ თავიდან რაღაცა რიგები რო არ იყოს და რაღაცა გარკვეული პრობლემები არ შეიქმნას გაცემის დროს? მოდი თქვათ ასე, რომ ეს იყო გადასაწყვეტი ფონდი ქართუსი და ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელეთ ამაზე, რადგან სხვა ბანკებთან ხომ არ მოხდება სხვა ბანკების ჩართვაც ამ პროცესში? ამ ეტაპზე საკითხი არ განიხილება, რადგან თავად ერთბაშად ამ მონაცემის გადაცემა არ ხდება 28000-ვე ოჯახის, ეტაპობრივად ხდება ჩვენი მხრიდან, არის გათვლილი დაახლოებით გამტარუნარიანობა, შესაბამისად თუ მოქალაქეები მივლენ იმის დამიხევით ამდენად მათი სოფლის რწმუნებული გააფრთხილებს, რომ ისინი უკვე არიან ამ სიაში და ამის მიხედვით მივლენ და არა ისე რომ ასე ვთქვათ ინფორმაციის გარეშე ხშირად არის ხოლმე რომ ინფორმაციის გარეშე მიდიან, ამ შემთხვევაში რიგები არ უნდა მივიღოთ და მეორე მხრივ არის ის მომენტიც, რომ ნაწილს, რომელიც თბილისთან უფრო ახლოს არის ვთქვათ საგარეჯო, შესაძლებელია რომ თბილისის ფილიალებშიც ჩვეულებრივად აიღონ ეს კომპენსაცია. გასაგებია და რა კომპენსაციის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა რა არის ასეთ შემთხვევაში? თუ ეს ინდივიდუალურად ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, ყველა ოჯახისთვის მოხდა შეფასება ინდივიდუალურად. გასაგებია და როგორ დაიყო, ანუ რა კრიტერიუმებით მოხდა, ანუ როგორ დაიყო ეს კატეგორიები, ანუ თქვენ აღნიშნეთ რომ მოხდება ეტაპობრივად, ანუ პირველ ეტაპზე მოხდება განსაკუთრებული სიმძიმის კატეგორიების მიხედვით თუ ეს როგორ? არა, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია, უბრალოდ როცა 28000 ოჯახის მონაცემი არსებობს, ხდება გარკვეულად მაინც საბოლოო ეტაპზე კიდე გადამოწმება, ვთქვათ ტექნიკურად ამის მომზადება, რათა ეს გადარიცხვები შესრულდეს და აქედან გამომდინარე ვთქვათ მოხდება ეტაპობრივად, პერმანენტულ რეჟიმში მოხდება ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა ეს ჩარიცხვები განხორციელდეს. უბრალოდ ეს ტექნიკურად რომელიც უფრო მომზადებული იყო და ვთქვათ ბოლომდე ვთქვათ გაფილტრული იყო, ამით დავიწყეთ და შემდგომ მიემატება 28,000 ოჯახზეა საუბარი.
28,500-ზე თუ არ ვცდები. ნუ დაახლოებით ამას შეიძლება გარკვეული ცვლილება განიცადოს მუშაობის პროცესში, შეიძლება რაღაც გარკვეული პლუს მინუს 500 პროცედურულად რა შეგვიძლია უთხრათ იმ დაზარალებულ მოსახლეობას, ანუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი, რომ მათ ქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გაუჩნდეთ ზედმეტი კითხვები და ესე იგი ისინი მაქსიმუმ ზეგდილას, მაგრამ ძირითადი ნაწილი ხვალ დღის განმავლობაში საკუთარი სოფლის წმუნებულებისგან მიიღებენ ინფორმაციას, ისინი არიან თუ არა იმ სიაში, რომელიც ჩვენ უკვე გადავეცთ ამ 3000 სიაში. ანუ ოფიციალურად ეცნობებად გამოიკრება სოფელში, ნუ ეხლა ეს სოფლის სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ. ეს არის თვითმმართველობის გადასაწყვეტი. ჩვენ გადავუგზავნით თვითმმართველობას და რასაკვირველია ისინი გამოიყენებენ ამ წმუნებულებს და შესაბამისად უკვე შემდგომ ეტაპზე რო გადავწევთ სიას და პერმანენტულად ეს ინფორმაცია წმუნებულებთან მოიყრის საბოლოო ჯამში თავს და ისინი იქნებიან ჩვენი ინფორმაციის წყარო, რათა ისინი უბრალოდ არ წავიდნენ თელავში სადღაციდან, რომ აღმოჩნდეს, რომ ისინი იმ სიაში არ არიან. ასევე ჩვენ რასაკვირველია ამ სიას განმათავისუფლებს ჩვენ საიძეთ, თუმცა ახლა ეს ნაკლებად ეფექტურია ინტერნეტის გავრცელების ხარისხი, იცით, რომ ჩვენ სოფლებში ძალიან დაბალია. მიაკითხავენ ბანკს და ბანკთან უნდა მივიდნენ აუცილებლად ის პირი, ვიზეც არის კომპენსაცია გასაცემი, უნდა იქონეს პირადობის მოწმობა, ანუ ის დოკუმენტი, რომელიც საფუძველზეც ის ან პასპორტი, რომლის საფუძველზეც ის ამ კომპენსაციას საბოლოო ჯამში როდის დასრულდება ეს პროცესი? ეს ვფიქრობ, რომ მთლიანად პროცესი შეიძლება დაჭირდეს დაახლოებით 5-6 კვირა, მაგრამ ძირითადი ნაწილი დასრულებული იქნება ალბათ 3 კვირაში. გასაგებია. გარდა კახეთისა, სხვა რეგიონებზეც თუ არის ლაპარაკი, რომლებსაც ასევე შეეხოთ გარკვეული. ჩვენ კომისია სხვა რეგიონების საკითხი არ განვიხილია, რადგან ეს არის უშუალოდ კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია. შესაბამისად ამ კონტექსტში ეს არ განიხილება, თუ დადგება ეს საკითხი, ის უკვე სხვა რეჟიმში უნდა იქნეს კახეთში. გასაგებია, კიდე ერთი კითხვა მექნება, გადახურვა და სხვა სამუშაოები პრაქტიკულად როგორც ითქვა, კახეთში უკვე დასრულებულია ეს სახურავების და ასე შემდეგ. თქვენ კონდათ დასრულებული ეს პარალელურად მიმდინარეობს, ეს პროცესი პარალელურად მიდის და შესაბამისად კიდე ჩვენ აი სწორედ ამ რამდენიმე 2 დღის წინ გავაკეთეთ ახალი სია გარკვეული სახლებისა, რომელიც საჭიროებს დამატებით სამუშაოებს და შესაბამისად ეს პროცესი პარალელურად ხომ არ გაჩნდება კითხვები თქვენ კონდათ გარკვეული კითხვის ნიშნები წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ სახურავებთან დაკავშირებით რამდენად ხარისხიანად აკეთებთ თქვენ? მინდა გითხრათ, რომ აქ არის ორი ტიპის დახმარება სახურავებთან დაკავშირებით. არის ისეთი სახლები, სადაც ფონდი ქართულ უზრუნველყოფს მთლიანად ახალ გადახურვას, იქ იმდენად მაღალ ხარისხიანი გადახურვა ხდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს პრობლემატურიც კი არის, იმიტომ რომ ვიღაცას ვისაც არ აქვს შესაბამისი სახურავი, უჩნდება სურვილი და 1-2 მცდელობაც კი იყო, რომ საკუთარი სახურავის დაზიანება დაიწყეს. და მეორე, როდესაც შედარებით მცირე სამუშაოებია შესაძლებელი, იმ შემთხვევაში მიდის ქართულ წარმომადგენელი, რომელიც უკეთებს ხარჯთაღრიცხვას, რომ ეს ჯდება ამდენი, ეს ჯდება ამდენი და შესაბამისად კომპენსაცია ეძლევა, ოღონდ ამ ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე შენ შეგვიძლია შენით გააკეთოს და მცირე სამუშაოები. როცა მთლიანად არის გადახურვა, მაგ შემთხვევაში უკვე აკეთება თვითონ და გარდა ამისა არიან ის კომპანიები, რომლებიც ჯერ კიდე ზაფხულში გააკეთეს და ხარვეზები ჩვენ ამ კომპანიებს შეხვდით, მათ გამოთქვეს სურვილი რომ გამოასწოროს საკუთარი ხარვეზები და ყოველდღურად ის კომპანიები მუშაობენ. კი ეს მათი გაკეთებულია და თითქმის ყოველდღურად ვიღებთ მათგან ინფორმაციას, რომ აი შევასწორეთ ეს ხარვეზი და აი მე პატრონე ხელს აწერს, რომ ვთქვათ ეს ხარვეზი გამოსწორებულია. გასაგებია. ესე იგი ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, სანამ დავასრულებდეთ თქვენთან ეთერს, სტიქით დაზარალებულთა დასახმარებლად დაახლოებით 100 მილიონამდე ლარი ფონდმა ქართულმა გამოყო, აქედან 95 მილიონამდე ლარი სოფლის მეურნეობის ზარალის ანაზღაურებას მოხმარდება, ხოლო 5 მილიონი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახურავების ბოლომდე აღდგენას, ასევე რაც შეეხება კომპენსაციების გაცემას პროცესი შეიძლება ითქვას დღეიდან დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება და დახმარების მიღება შესაძლებელია ბანკი ქართულს ფილიალებში, თელავშიც არის ასეთი, ასევე თბილისში და თბილისის სერვის ცენტრებშიც მათ თან უნდა იქონიონ დაინტერესებულმა პირებმა პირადობის მოწმობა, ხოლო თუ კი ის პირი, ვისაც არის კომპენსაცია გაცემული,
თუ კი თვითონ არ მივა, ასეთ შემთხვევაში მან უნდა იქნო სანოტარო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ნებისმიერ სამაგო ოპერაციისთვის როგორც ხდება იურიდიული პროცედურა უნდა გაიაროთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თენგის, დიდი მადლობა რომ მოგზავნით და იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, გისურვებთ წარმატებებს. იმედი. გადაცემა ბიზნესის დროში კი რეკლამის დროა, ჩვენ რეკლამის შემდეგ სხვა თემით დავბრუნდებით, დაგველოდით.